ანუ მართლა განდემი ასა. მთელი წლის ჯარიმარები ერთხელ ვიკეთებთ ბალაკლავებს, რომ მოვისტუმროთ ერთ საღამოში და გქონდეს წინსწრებით გაკეთების უფლება ერთი კვირით. კერენი გაზაფხულზე გავიცანით და სოციალურ ეგრევე შევამჩნიეთ, იმიტომ რომ ეს ერთი ბანერით იყო მოსული და ძალიან ჯიუტად იდგა ხოლმე ამ ბანერით და ძალიან ბევრ სტუდენტი. აი მე ძალიან ახლა მაგდეს აღარ სტუდენტს. ზუგდიდში პროტესტი არის სრულად დეცენტრალიზებული. ჩვენ თვითონ მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება თბილისში, არ ვაკეთებთ მის კოპირებას ზუგდიდში. მიყვავს აქცია ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ, რომ იქნება უკეთესი ქალაქისთვის. ან ქალაქის ინტერესებს მორგებულ აქციას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხშირად ცენტრში საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რეგიონის კონცეფციაზე. ეს ბალაკლავების ამბავიც ხო დავიწყეთ ჩვენ. აი, მეც ვიკეთებ, შეგიძლიათ ჩაწერო. უნდა მოიხსნათ ეს პირბადე სახის დამყარების საშუალება რაც კი არსებობს ადმინისტრაციულ დარგებში არეგულირებს ამას. 174 პრიმა მოხდეს მეხუთე ნაწილი. და თუ არ მოიხსნათ, ეს მიმართած დაიწყება სამართალ წარმოება. არ ვიხსნი, არ ვაღიარებ თქვენს კანონს. დაიწყება თქვენს მიმართած სამართალ წარმოება და თავისთავად სხვათა შორის განსხვავებულია პოლიციელების მიდგომაც თუ არ გვიტყამენ და არ გვცემენ, არიან პატარა გოგოები, რომლებსაც ვიღაც პოლიციელები თურმე წერენ. რეპრესიები რეგიონში სხვანაირია და სხვანაირად იგრძნობა. თუნდაც იგრძნობა ისე, რომ შეიძლება შენი გვერდითა მეზობელი იყოს პოლიციელი. ან შეიძლება შენი ბიძაშვილი იყოს პოლიციელი, რომელმაც გირჩიოს, რომ იცი რა არ გინდა აქციებზე გამოსვლა და ძალიან ბევრი შემთხვევა გქონია ესეთი, როდესაც ნაცნობი პოლიციელები, კეთილის მსურველი პოლიციელები პროტესტის მონაწილეებს ურეკავენ და სთხოვენ, ეხმეწებენ, რომ არ გინდა აქციაზე გასვლა, იქ რაღაც პროვოკაცია იგეგმება და შენ რატომ გაისვრები მაგ ამბავში და იქ ვინც დგას იმისთვის დგას, რომ თავისი ფული ადარდებს. არჩევანი ძალიან დიდი აქვს ფსიქოლოგიური ზეწოლის და შანტაჟის რეგიონში პოლიციელებს და არასაერთი პირობა არსებობს იმის, რომ შენამდე მოვლენ, ოღონდ მოვლენ სრულიად სხვა გზით და თუ შენ აი ამ რეჟიმს არ მიიღებ იმ სახით, რომლითაც არსებობს, აუცილებლად წამოგეწევიან. გონია, რომ აქტივიზმი შეიძლება იყოს არჩევანი და დაალაგებულ დაწყობილ საზოგადოებაში შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი რაღაცებზე კიდე არის სამუშაო და სამუშაო სულ ყოველთვის იქნება. და ჩემთვის აი ეს ეხლა რაც ხდება, აი არ არის არანაირი არჩევანი, უკან დასახელება ძალიან ნამდვილად აღარ დაგვრჩა. ჩემი აქტივიზმი ზუგდიდში დაიწყო გავრილოვის ამბების შემდეგ, როდესაც თბილისიდან ჩამოვედი ზაფხულის გასატარებლად რეალურად და აღმოჩნდა, რომ ქალაქში არის ძალიან ბევრი გამოწვევა. ვცდილობთ ხოლმე, რომ ფანდრაიზინგის მეთოდით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ. ძალიან ბევრი გვიმუშავია რეგიონში აფხაზეთის საკითხზე, მათ შორის კოვიდის პერიოდში რამის გადავაგზავნეთ მედიკამენტები, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და მუდმივად ვცდილობთ გქონდეს კონტაქტი იქით ჩარჩენილ ადამიანებთან და აღმოაჩინეთ, რომ რამდენიმე წიგნი, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ თავისუფლად იყიდება, მათთან აკრძალულია. მაგალითად, აკრძალულია საქართველოს ისტორია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სახელმძღვანელოები მათ მუდმივად მივაწოდოთ. ის სახელმძღვანელოები, რომლებსაც ისინი რეალურად წერენ, გთხოვენ. გქონდა ერთი პერიოდი, ესეთი კამპანია, ასწავლე ინგლისური აფხაზეთელებს და გვყავდა 13 მოხალისე მასწავლებელი, რომელიც ონლაინ ატარებდა გაკვეთილებს აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის და ამ აქტივიზმის მიღება დედა, ვარ შვილი, ვარ და ვუვლი ძალიან ბევრ შინაურ ცხოველს 4 ძაღლს და 5 კატას და ესეც არის ჩემი მოვალეობების ძალიან დიდი ნაწილი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ვამზადებ ძალიან გემრიელად. ძალიან ბევრს ვკითხულობ. ვცდილობ, რომ ვწერო, გავაგრძელო წერა და დისციპლინირებულად წერა თან ყოველდღიურად მაინც რამე ჩანაწერები გავაკეთო, ჩანახატები გავაკეთო. ვცდილობ, რომ გავაგრძელო მუსიკის აქტიურად კეთება. ეს ხოლმე ვთქვათ, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გადათარგმნა ძალიან სწრაფად და მიწოდება ჩემი გამომწერებისთვის, როგორც მინიმუმ
არც ერთი ის ადამიანი, რომლებიც ქუჩაში ვდგავართ, არც ერთ ხელისუფლებას, შემდეგ ხელისუფლებას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა რუსეთთან კოლაბორაციაში, ადამიანებზე ძალადობაში, თანხის უკანონო მითვისებაში, ან ნებისმიერ გადაცდომაში, რომელმაც ავნო ქართველ ხალხს იქნენ გამჟღავნებულები, რომ დარჩნენ ისევ ამ სისტემის ნაწილებად. ქუჩაში გამოსვლები არ არის მხოლოდ ქართული ოცნების სისტემის ჩამოსანგრევად მიმართული, ეს არის სიგნალი ნებისმიერი სხვა მომავალი ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია ძალიან კარგად, ძალიან ორგანიზებულად და ნებისმიერ გადაცდომაზე მოვთხოვთ ნებისმიერ ხელისუფლებას პასუხს.